მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო, სახელოვნებო სივრცე არტ-ი გთავაზობთ რუბრიკას პერსონა და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მიქელანჯელო მერიზიზე, ცნობილ იტალიელ მხატვარზე, რომელიც ხელოვნების ისტორიაში ცნობილია როგორც კარავაჯო. კარავაჯო გახლავთ მე-16-მე-17 საუკუნის მოღვაწე, ის ერთგვარი ხიდია, ასე ვთქვათ, მე-16 საუკუნისა და გვიანი რენესანსისა და ბაროკოს ეპოქას შორის და ბევრი თვლის რომ სწორედ მისით იწყება ბაროკოს ეპოქა, არც თუ უსაფუძვლოდ, რა თქმა უნდა, ამაზე შეგვიძლია ვიდეოთ, შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის, ასე ვთქვათ, მოსაზრებები ამის შესახებ, მაგრამ უდავოა რომ ის ძალიან დიდ გავლენას ახდენს შემდგომში უკვე მე-17 საუკუნის მხატვრობაზე, არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით ჰოლანდიასა და ესპანეთში, სადაც მთელი რიგი, ასე ვთქვათ, მიმდინარეობები იქნება, ამ მიმდინარეობას კარავაჯიზმი ეწოდება, მაგრამ აი ამ მიმდინარეობებში ამოიზრდება რამოდენიმე ისეთი დიდებული მხატვარი, რომლებიც საერთოდ შეცვლიან მხატვრობის ისტორიას და სხვა მიმართულებით წაიყვანენ შემდეგ მას. თუნდაც იგივე რემბრანდტი, თუნდაც იგივე დიეგო ველასკესი, რუბენსი, მაგრამ ყველაფერი ეს არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო კარავაჯოს შემოქმედება, რომ არ ყოფილიყო თვითონ ეს მხატვარი მიქელანჯელო მერიზი, ყველასათვის ცნობილი როგორც კარავაჯო. სახელს შემდეგ კიდევ ცალკე დაუბრუნდებით, მაგრამ მოდით ჯერ გარკვეული ბიოგრაფიული ცნობები ვახსენოთ მის შესახებ და ვეცდები ზოგადად საუბარი წავიყვანოთ ისე რომ მისი ბიოგრაფია და მისი შემოქმედება არ გამოვაცალკეოთ, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი მხატვარი, ალბათ, ერთ-ერთი მხატვარი, ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი მხატვარი, რომლის ბიოგრაფია და შემოქმედება ერთმანეთზე ასე ვთქვათ გადაჭაჭული, იმიტომ რომ ის ახერხებს და ძალიან ბიოგრაფიულს ხდის თავის შემოქმედებას. ჩვენ უშუალოდ როდესაც გვექნება საუბრები მის შემოქმედებაზე, როდესაც განვიხილავთ რამოდენიმე მის მნიშვნელოვან სურათს, აი უკვე უფრო კარგად და მკაფიოდ გავშლით აი ამ საკითხს. თუ რატოა მიქელანჯელო მერიზის შემოქმედება ესე პირდაპირ გადაჭაჭული მის ბიოგრაფიასთან. დავიწყოთ ჯერ მარტივით, დავიწყოთ მისი ადრეული პერიოდით, მისი დაბადებით. ის იბადება ორი ვერსია სხვა შორის მის დაბადების შესახებ, ერთი ვერსიით და უფრო ცნობილი და გავრცელებული ვერსიით ის დაიბადა 1571 წელს, არის მეორე უფრო ნაკლებ პოპულარული ვერსია 1573 წელს. ეს ორი წელი მაინც დიდ არაფერს არ ცვლის ხოვებას და რა თქმა უნდა, ამას არ აქვს ესეთი არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ ყველაზე ასე ვთქვათ, მიღებული ვერსია გახლავთ 1571 წელი. ის იბადება იტალიის ჩრდილოეთით, ლომბარდიაში, მილანში, თუმცა შემდგომში გარკვეული მიზეზების გამო ოჯახს უწევს მილანის დატოვება და გადადიან პატარა სოფელში, დაბა კარავაჯოში, საიდანაც უკვე მომდინარეობს სწორედ მისი სახელწოდებაც, აი სახელწოდება კარავაჯო. ანუ მოდი ესე ვთქვათ, კარავაჯოდან, რაც პირდაპირ მიუთითებს მის წარმომავლობას. ანუ საიდან იყო ეს მხატვარი. ის საკმაოდ ადრე დაობლდა, როგორც ვიცით, დაახლოებით 11 წლისას უკვე, 11-12 წლისას უკვე დედმამა გარდაცვლილი ყავდა და მის აღზრდაზე პასუხისმგებლობას იღებენ მისი ძმა და დები, უფროსი ძმა და დები. რა თქმა უნდა, მიქელანჯელო მერიზი ავლენს ბავშვობიდან ალბათ თავის ნიჭს და მხატვრობას გულისხმობს ცხადია და მას მიაბარებენ იმ პერიოდისთვის ცნობილ მილანელ მხატვარს სიმონე პეტერცანოს, რომელიც იყო ტიციანის მოსწავლე და ის ხშირად აწერდა ხოლმე ხელს სწორედ ასე პაოლო პეტერცანო ტიციანის მოსწავლე. როგორც ჩანს, ის ძალიან დიდ პატივს სცემდა თავის უფროს მასწავლებელს, ძალიან უყვარდა ის და რაც მნიშვნელოვანი და მთავარია, ძალიან აფასებდა მას და მის შემოქმედებას. მოგეხსენებათ, ტიციანი არის ერთ-ერთი უდიდესი სახელი მხატვრობის ისტორიაში, ფერწერის ისტორიაში.
აი სწორედ ამ ადამიანთან სიმონე პეტერცანოსთან კარავაჯო გადის გარკვეულ სწავლებას, ეუფლება მხატვრობის ძირითად საფუძვლებს და შემდგომში უკვე პეტერცანო ძალიან ბევრს ცდილობს, რომ ახალგაზრდა მხატვარმა განავითაროს და უფრო მეტად დახვეწოს თავისი გემოვნება, თავისი ტექნიკა და მას ხელს უწყობს ძალიან ბევრ ამაში. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი გახლავთ მოვლენა, როდესაც კარავაჯო სტუმრობს იტალიის რამდენიმე ქალაქს. მაგალითად, ის სტუმრობს ვენეციას, სადაც ის ნახულობს ჯორჯონეს შემოქმედებას, ტიციანის შემოქმედებას, ასევე ის ნახულობს და ძალიან დიდ გავლენას მოახდენს შემდეგ უკვე მასზე, როგორც აღმოჩნდება, ტინტორენტოს შემოქმედება და აი ეს ტინტორენტოს მიღწევები თუნდაც ტონალურ გრადაციასთან მიმართებაში, შუქჩდილებისაკენ, ასე ვთქვათ, მიდრეკილებაში, ხო? ეს ყველაფერი უკვე ასახავს პოულს, რა თქმა უნდა, კარავაჯოს შემოქმედებაზეც, ოღონდ ჯერ ამისთვის ის საკმარისად დაღვინებული არ არის. მოდი ესე ვთქვათ, მიქელანჯელო ამ პერიოდში არის მოსწავლე, რომელიც ასე ვთქვათ, ეცნობა ყველაფერს, ძალიან ინტერესიანი ადამიანია, ინტერესიანი ახალგაზრდაა და ცხადია ცდილობს, რომ აყვეს აი ამ თანამედროვე ტენდენციებს, რაც ხდება იმ პერიოდის იტალიაში. მოგეხსენებათ, როდესაც შენს გარშემო ხედავ ასე დიდ სახელებს, შენ გაქვს ამის საშუალება, რომ ისინი ნახომათი შემოქმედება, გაეცნო მათ მხატვრობას, ცხადია შენი გემოვნებაც უფრო და უფრო ყალიბდება, თუმცა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ შენშიც იყოს ეს მიმღებლობა. ანუ ერთია, რასაც გარედან აღიქვამ, რა ინფორმაცია შენთან მოდის გარედან, შენს ირგვლივ არსებული, ასე ვთქვათ, რეალობიდან და მეორეა შენი მზაობა და შენი ასე ვთქვათ, მისწრაფება იმისკენ, რომ შეიმეცნო, გაიგო და უფრო მეტად დაიხვეწო, რაღაც ახალი მიიღო ამისგან. კარავაჯო როგორც ჩანს, სწორედ ესეთი ახალგაზრდა იყო, ინტერესიანი და ის საკმაოდ საფუძვლიანად სწავლობს და ეთხოვა კიდეც მის ადრეულ შემოქმედებასაც, რომ ძალიან კარგად და საფუძვლიანად სწავლობს მხატვრობას. მისი გავლენები, რა თქმა უნდა, ლეონარდო და ვინჩიდანაც მომდინარეობს, ცხადია მომდინარეობს ვენეციელებიდანაც, თუმცა მას წინ ელოდება კიდევ ერთი ასეთი მასწავლებელი, ამ შემთხვევაში მასწავლებელი არა მხოლოდ როგორც კონკრეტული მხატვარი, არამედ ცხოვრებისეული მასწავლებელი, ეს გახლავთ უდიდესი ქალაქი რომი. 1593-1595 წლებში დაახლოებით აი ამ პერიოდში კარავაჯო ჩადის რომში. ის არც ისე ახალგაზრდაა უკვე, ახალგაზრდაა, მაგრამ არც ისე პატარა ბიჭია, დაახლოებით 24-25 წლისა, როდესაც ის პირველად ხვდება რომში. როგორც ჩანს, მას აქვს საკმაოდ კარგი დახვეწილი ხელი უკვე, საკმაოდ ტექნიკური მაღალი, ასე ვთქვათ, რანგის მხატვარია ტექნიკური თვალსაზრისით, თუმცა ის მხოლოდ ჯერჯერობით, ასე ვთქვათ, მუშაობას იწყებს სხვადასხვა ატელიეებში, სხვადასხვა სახელოსნოებში. აი სწორედ ეს ერთ-ერთ ასეთ სახელოსნოში მოუწევს მას რამოდენიმე წლის განმავლობაში მუშაობა ჯუზეპე ჩეზარისთან. ეს იყო მანერისტი მხატვარი იმ პერიოდში რომში, ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი იყო იმ პერიოდისთვის. აი სწორედ ამ მის ატელიეში უწევს მუშაობა ახალგაზრდა კარავაჯოს. მას უწევს გარკვეული შეკვეთების მიღება, ძირითადად ის ხატავს გარკვეულ პორტრეტებს, ხატავს ნატურმორტებს და ასე ვთქვათ, იმ ძირითად შეკვეთებს, რასაც იძლევა მაშინდელი დამკვეთი. ეს დამკვეთები იყვნენ მაშინდელი თავადები, შეიძლება ყოფილიყო გარკვეული დიდგვარონები, იყვნენ კარდინალები, რომლებიც ასევე ინტერესდებოდნენ ახალგაზრდა მხატვრობით და სწორედ მიქელანჯელოც არის სწორედ აი ამ ახალგაზრდებს შორის. რომი იმ პერიოდში, ასე ვთქვათ, გარკვეული ისტორიული სურათი რო წარმოვიდგინოთ და რო შევხედოთ, რომი არის გამოცალკევებული პაპის ოლქის ქვეშ, ასე ვთქვათ, და იტალია არ არის ერთიანი ამ პერიოდში, იტალიის სამხრეთით, მაგალითად, ესპანეთის სამეფო, ესპანეთის იმპერია არის, ასე ვთქვათ, იტალიის სამხრეთით და თავისთავად
რომიც გადარჩენილია რაღაც გაგებით, იმიტომ რომ ესპანეთის იმპერიამ გარკვეული ტიპის ინტერვენცია რომის ტერიტორიაზე მოახდინა და ძალიან სავალალო შედეგებიც კი დადგა ქალაქში. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ჩავლილია და რომი ხელახლა იწყებს, ასე ვთქვათ, ფეხზე წამოდგომას. ჩრდილოეთ იტალია, ნახევარი ნაწილი არის საღვთო რომის იმპერიის, ასე ვთქვათ, ფთისქვეშ, ვენეციის რესპუბლიკა საერთოდ ცალკეა, აღმოსავლეთიდან და ოტომანთა იმპერია და დასავლეთით ესპანეთი, როგორც ვთქვით, ხოლო ჩრდილოეთით უკვე იწყებენ ახალ-ახალი რესპუბლიკები ჩამოყალიბებას, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ თუნდაც კი ჰოლანდიის რესპუბლიკა. მოკლედ რომ ვთქვათ, აი ესეთი გარემოა სწორედ რომის გარშემო და აი ამ გარემოში, აი ამ ცვლილებების და გარდატეხების პერიოდში ახალგაზრდა კარავაჯო აღმოჩნდება სწორედ რომში. რაც შეეხება მის შემოქმედებას და მის მხატვრობას. მიქელანჯელო მერიზი ძალიან გამორჩეული მხატვარია იმ თვალსაზრისით, რომ მან ის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს დეტალების, ძალიან დიდ ყურადღებას იჩენს დეტალების მიმართ. აინტერესებს თითოეული დეტალი, აინტერესებს თითოეული საგნის ფორმა, არა მხოლოდ თქვათ ფორმის თვალსაზრისით, არამედ მისი კონკრეტული, ასე ვთქვათ, მდგომარეობითაც, ბუნებრივი მდგომარეობითაც. აი მაგალითად, თუ ის ხატავს კონკრეტულად რაიმე ნატურმორტს, მას აინტერესებს არა მხოლოდ მისი საგანი, როგორც ასეთი, არამედ აინტერესებს ამ საგნის დამახასიათებელი ნიშნები. მოდი ესე ვთქვათ, კარავაჯო არის ერთ-ერთი პირველი ნატურალისტი მხატვარი, რომელიც ყურადღებას აქცევს ყველა დეტალს ხატრობაში. ის ნაკლებად არის მიდრეკილი, ასე ვთქვათ, სილამაზისკენ, მშვენიერების ასახვისკენ, უფრო მეტად აინტერესებს კონკრეტული საგანი და კონკრეტული ფორმა იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ის არის იმ კონკრეტულ მომენტში. ამ ხრივ განსაკუთრებით გამოსარჩევია მისი ერთ-ერთი ადრეული ნამუშევარი, ეს გახლავთ ნატურმორტი ხილით, რომელიც გამოირჩევა ძალიან ზედმიწევნით სიზუსტით შესრულებული, ასე ვთქვათ, მანერით, წერის მანერით. თუ დავაკვირდებით ამ სურათს, ნახავთ, რომ ჩვეულებრივ წარმოდგენილია ნატურმორტი ხილით, მაგრამ ამ ხილს აქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, დეტალებში გარკვეული უცნაურობებს აღმოვაჩენთ. მაგალითისთვის, კონკრეტულად ამ ხილის ზოგიერთი დეტალი, მაგალითად, ფოთოლი შეიძლება იყოს ძალიან დამჭკნარი, ზოგიერთი ფოთოლი შეიძლება იყოს ემჩნეოდეს შეჭმული, რომელიც რაღაცა წერმა ან რაიმე, ასე ვთქვათ, რაიმე შეჭამა გამოხრა, მატონა თქვათ, გამოხნა შიგნიდან თქვათ, ნაყოფი, პობის პროცესშია უკვე ნაყოფი წასული და ასე შემდეგ. აი, ამგვარი ტიპის ინტერესებს იქამდე მხატვრები არ იჩენენ. კი, მათ შეეძლოთ რაღაც რეალიზმი აღებეჭდათ სურათში, წარმოეჩინათ ეს ნიშნები სწორედ რეალიზმისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ძირითადად ყველა საგანი და ყველა დეტალი იქამდე იყო, ასე ვთქვათ, იდეალური, შესახედავად ძალიან ესეთი მომნუსხველი. აი, როგორიც შეიძლება იყოს აი სპეციალურად ლანგრით მორთმეული, ასე ვთქვათ, დიდებული სუფრისთვის მორთმეული, სპეციალურად შერჩეული, ასე ვთქვათ, ხილი, რომელსაც არანაირი ვიზუალური ნაკლი არ აქვს. კარავაჯო პირიქით, მას აინტერესებს ის ბუნება, რომელიც არის ლპობისკენ, სიკვდილისკენ, ასე ვთქვათ, უფრო მიდრეკილი. რატო აინტერესებს ახლა მხატვარს ეს? სავარაუდოდ ეს გამომდინარეობს უბრალოდ მისი ბუნებიდან. მას ძალიან ესეთი ნატურალური ბუნება აქვს, როგორც ჩანს, ის ძალიან ინტერესით უყურებს ყველა დეტალს და არ გამოარჩევს, რომ აი რაღაცა რაიმე ზოგადს. ხო, შეიძლება თქვა, აი ვნახოთ 1, 2, 3, 4 ხილი. პირობითად, ხო? 4, ასე ვთქვათ, ხილი. ნაყოფი კონკრეტულად ვაშლი ვთქვათ, ხო? და ვიტყვით, რომ აი ვაშლი არის აი ამ ფორმის. და ძალიან ზოგადად დავხატავთ ვაშლის ფორმას. არა, კარავაჯოს აინტერესებს კონკრეტულად აი ეს ვაშლი, რომელსაც თქვა ჩვენ ახლა უყურებთ და ვხატავთ, კონკრეტულად ის როგორია, როგორი ყუნწი აქვს, არის თუ არა რაიმე დაზიანება მის გარშემო. და აი ამგვარ დეტალებზე ასე ვთქვათ აგებული მისი ინტერესი. აი ეს არის პირველი მხატვარი, რომელიც ამგვარ დეტალებს აქცევს ყურადღებას.
აქამდე მსგავსი სიზუსტით არავის არ უმოქმედია უშუალოდ ნახატის შესრულებისას. ცხადია იყვნენ ჰოლანდიელები, რომლებიც ძალიან ნატურალისტურად ასრულებდნენ სურათს, კონკრეტულ დეტალებს, თქვათ, ვაშლის, ნატურმორტის, თქვათ, კონკრეტული რომელიმე დეტალი იქნებოდა ეს, ტანსაცმელი იქნებოდა ეს თუ, თქვათ, ფიგურა და მისი ფორმა, ხო? მაგრამ არ იყო ინტერესი აი ბუნებრიობისაკენ, არ იყო ინტერესი ნატურალიზმისაკენ, რომ ის რასაც ხატავდა მხატვარი ყოფილიყო აი ასე ვთქვათ ძალიან ცოცხალი და ძალიან ხელშესახები თვალისთვის, გასაოცრად ხელშესახებიც კი, როგორც შეიძლება ვთქვათ. აი სწორედ ამ ინტერესებს ავლენს ახალგაზრდა მიქელანჯელო მერიზი თავის შემოქმედებაში. თუმცა რა თქმა უნდა ეს ჯერ არ არის მისი შემოქმედების, ასე ვთქვათ, მწვერვალი და მისი მთავარი ნამუშევარი. ამაზე ჩვენ ჯერ კიდევ შევეხებით მომავალში, მაგრამ ჯერჯერობით კონცენტრირდეთ მის ადრეულ შემოქმედებაზე და იმაზე, რომ აი უბრალოდ წარმოვიდგინოთ რა ტიპის ხატვართან გვაქვს საქმე, რა ტიპის ადამიანთან გვაქვს ზოგადად საქმე. აი ამას რო ვამბობ, გულისხმობ რას? ნახეთ, ხატვარი ზოგადად რა არის? აი ნებისმიერი ასაკის ხატვარი. პატარა ბავშვი იქნება ეს, მოზარდი იქნება თუ უკვე ზრდასრული ადამიანი. ადამიანი, როდესაც რაიმეს ხატავს. ჩვენ ხშირად გვაქვს ორიენტირი იმაზე, რომ ადამიანი უბრალოდ იმეცნებს სამყაროს, ხედავს გარშემო რაღაცებს და აი მოეწონა თქვა ესა თუ ის საგანი და შეუძლია მან ეს ასახოს სივრცეზე. კი, ეს ერთი ნაწილია, მაგრამ არის მთავარი და უფრო მნიშვნელოვანი მხატვრობაში. და რა არის აი ახლა ეს? როგორ იბადება ადამიანში, შეგვიძლია მოდი ბავშვი ვთქვათ, იმიტომ რომ ბავშვობიდან მოდის ეს, მოზარდებიდან მოდის, ხო? როგორ იბადება ხელოვანი? პირველ რიგში არსებობს ადამიანი, რომელიც მოქმედებს კონკრეტულ დროში, ცოცხლობს კონკრეტულ დროში და შემოსაზღვრულია აი ამ დროში. შემდეგ ამ დროს ეს ადამიანი უბრალოდ აკვირდება გარე სამყაროს, მის გარშემო არსებულ, ასე ვთქვათ, მოვლენებს. აი მაგალითად ავიღოთ პირობითად რაიმე ერთი კონკრეტული მოვლენა. ვთქვათ, მეზოვეები, ძალიან პირობით ვამბობ ახლა რა თქმა უნდა, უბრალოდ რომ თემას უფრო ჩავწვდეთ. მაგალითად მეზოვეები. ან თუნდაც ვთქვათ, აი ბაზრის სიტუაცია, ან თუნდაც აი ყოფითი სცენებიდან ამოვიდეთ, ან თუნდაც ჩვენ შემთხვევაში ვთქვათ ტრანსპორტი, მეტრო და ასე შემდეგ, ხო? ვინ არის მხატვარი? როგორ იბადება მხატვარი? მხატვარი არის ადამიანი, მათ შორის ბავშვიც იყოს, მოზარდიც, რომელიც აკვირდება რაიმე ერთ კონკრეტულ გარემოს და აკვირდება ამ გარემოს მოქმედებას. მაგალითად ტრანსპორტს. ჩვენ შეიძლება დავინახოთ ტრანსპორტი თქვათ ერთ ადგილას, მეორე ადგილას, მესამე ადგილას. ყველა ტრანსპორტს აქვს თავისი ზოგადი დამახასიათებელი, ხო? თქვათ ყველა ტრანსპორტს გადაყავს ადამიანები. მხატვარი ირჩევს თქვათ ერთ კონკრეტულ ნიუანსს, აი ამ მთლიანი სურათიდან. და მისთვის საინტერესოს ასახავს უკვე სურათში. გადააქვს ეს ყველაფერი სურათში. აფიქსირებს მას თვალით, ხო? და შემდეგ უკვე ცდილობს მის ასახვას. მაგრამ რას ხატავს კონკრეტულად ხატვარი? იმახსოვრებს რა აი ამ კონკრეტული ერთი, ასე ვთქვათ, მოვლენის ძირითად ნიშნებს, მაგალითად ის, რომ ტრანსპორტს გადაყავს გზავრები. და შემდეგ იმახსოვრებს კონკრეტულ დეტალებს აი ამ ერთი ზოგადი სურათიდან. მაგალითად, ერთი მგზავრი არის ესეთი ვიზუალის, მეორე მგზავრი არის ესეთი ვიზუალის. ვთქვათ, აცვია თქვათ ესა და ეს განსაცვლელი. ყველა, ასე ვთქვათ, გარემოსთვის და სიტუაციისთვის განსხვავებულია ეს ყველაფერი. მაგალითად, ტრანსპორტია პირობითად თვითმფრინავიც, ტრანსპორტია პირობითად მეტროც. სულ სხვა განლაგებაა, თქვათ, თვითმფრინავის ინტერიერის პირობითად, სულ სხვა განლაგებაა მეტროს ინტერიერის, ხო? მთლიანობაში, რა თქმა უნდა, ერთი თემა აქვს, მაგრამ აინტერესებს კონკრეტული, ასე ვთქვათ, ინდივიდუალური ნიშნები და დამახასიათებელი ნიშნები. აი ამ ყველაფერს, როდესაც ხატვარი, ასე ვთქვათ, იღებს ამ ინფორმაციას, შემდეგ უკვე ის ცდილობს გადაიტანოს ეს ყველაფერი სივრცეზე, სურათში და დაამუშავოს ის კონკრეტული, ასე ვთქვათ, ტექნიკით, კონკრეტული ხერხებით, იმ კონკრეტულ სახვით, ასე ვთქვათ, ენიდან გამომდინარე, რაშიც ის მუშაობს, ხო? შეიძლება ეს იყოს, ვთქვათ, კინოფირი, იყოს, ვთქვათ, კინო, შეიძლება იყოს მხატვრობა, შეიძლება იყოს არქიტექტურა, ქანდაკება და ასე შემდეგ, ხო? აი, ადამიანი, როდესაც აი ამ ყველა ინფორმაციას იღებს და რაც გარედან შემოდის აი ეს ინფორმაცია, მას
პლუს ავტომატურად ხდება მისი შინაგანი მდგომარეობაც, ხო? ანუ ერთია მე რას ვიღებ გარე სამყაროდან და მეორეა რა ხდება შინაგანად და როდის ხდება ეს გადადგმა უკვე ერთმანეთში და აი ამის შემდეგ, აი ამ გადამუშავების შემდეგ უკვე ჩვენ ვდებთ კონკრეტულ პროდუქტს. ეხლა რატო ახსენი ეს ასე ზოგადად? კარავაჯოსთან უბრალოდ კონკრეტულ მაგალითზე რო გადავიდეთ, კარავაჯოსთან ხდება ზუსტად სწორედ ეს. ის არის მხატვარი, რომელიც აკვირდება, საკმაოდ ყურადღებით აკვირდება მის გარშემო არსებულ მოვლენებს. რას ხედავს ახალგაზრდა მიქელანჯელო მის გარშემო, როდესაც ის უკვე იმყოფება რომში. ის ხედავს არა ვთქვათ მითოლოგიურ სცენებს, არა ვთქვათ რელიგიურ სცენებს, არ ხედავს არც რაიმე ისეთ იდეალურ გარემოს და სივრცეს, რითაც იმ პერიოდში ასე ვთქვათ უფრო მეტად ინტერესდებოდნენ მხატვრები და დამკვეთები განსაკუთრებით, იმიტომ რომ სწორედ დამკვეთები იყვნენ ასე ვთქვათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ შექმნილიყო გარკვეული ტიპის ხელოვნება, ხო? თუ დამკვეთი არ არსებობდა, ცხადია მხატვარიც ასე ვთქვათ ძალიან უჭირდა მხატვარს ყოფა და ცხოვრება. აი კარავაჯო არის ერთ-ერთი პირველი მხატვარი, რომელმაც მის გარშ ის არ დაემორჩილა მხოლოდ დამკვეთების ასე ვთქვათ ნებას და ინტერესებს პირობითად თუ რა აინტერესებდა დამკვეთს, რომ მას აესახა შემდეგ ეს, არამედ ის ერთ-ერთი პირველი ავლენს ინტერესს მის გარშემო არსებული რეალობისა. დააკვირდით, რას ხატავს კარავაჯო. მას ძალიან აინტერესებს რომის ტავერნები, უბრალო ადამიანები თავისი ასე ვთქვათ ვიზუალური ნიშნებით, ხარვეზებით თუ შვენიერებით, ხო? ტანსაცმელით, მათთვის დამახასიათებელი სამოსით. ერთ-ერთი ასეთი სურათი, რომელიც მნიშვნელოვანი სურათია, საინტერესო სურათია და ღირს ასე ვთქვათ გარჩევად, ეს არის მიქელანჯელო კარავაჯოს სურათი კარტის მოთამაშეები. ძალიან კარგი სურათი, ძალზედ სახასიათო და საინტერესო სურათი, სწორედ აი ამ ნიშნების გამო. კარავაჯო ერთ-ერთი პირველი არის, რომელიც ხატავს უბრალო სცენას, უბრალო ადამიანებს, უბრალო კონკრეტული ასე ვთქვათ მომენტის დროს. თან ამას ისე აკეთებს, რომ ყველაფერი ძალიან ცოცხალია, ძალიან ბუნებრივია, ძალიან დამაჯერებელია თვალისთვის. ადამიანმა პირველად ვთქვათ რო ნახა შეიძლება ეს სურათი იფიქრა რომ აი როგორი ცოცხალია, როგორი ნამდვილია და როგორი ხელშესახებია, აი თითქოს ეხლა აი კონკრეტულ ტავერნაში ზიხარ, სადაც ერთმანეთს ეთამაშებიან კარტს, ერთი ახალგაზრდა და ორი გამოცდილი მატყუარა შულერი პირობითად, ხო? აი დავაკვირდეთ ამ სურათს და ვნახოთ თუნდაც აქ რაც ხდება და რაც არის ასახული, ხო? ეს სურათი დახატულია დაახლოებით 1594-1595 წლებში. დაახლოებით ამ პერიოდშია შექმნილი. დავაკვირდეთ რას? პირველი, როდესაც ჩვენ სურათს უყურებთ, რა არის ასახული სურათზე? ამას უნდა მივაქციოთ ძალიან დიდი მნიშვნელობა. ასახულია სამი ადამიანი, რომელიც თამაშობს კარტს. შემდეგ, რა გარემოა? როგორი გარემოა? როგორც ხედავთ, ძირითადად ესეთი ნეიტრალური ფონია და ადამიანები წარმოჩენილი არიან ტრადიციულ იმ პერიოდისთვის დამახასიათებელ იტალიურ სტილში, ტანსაცმელში, ხო? აი მათი ჩაცმულობა, მათი ქუდები, როგორი სტილისა, აი ტიპიური იმ პერიოდის იტალია, იმ პერიოდის რომის გარეუბნები, ქუჩები, ხო? აი ნახე ძალიან საინტერესოა ეს მოვლენა, იმიტომ რომ კარავაჯო ცდილობს რომ ჩაგვახედოს იმ პერიოდის რომის ცხოვრებაში, უბრალო ცხოვრებაში, სადაც აღარ არის არც მითოლოგია, არ არის არც რელიგია, არის მხოლოდ ძალიან ცოცხალი და დამაჯერებელი ყოფითი რეალობა. ეხლა მოდი განვიხილოთ კონკრეტული ის ელემენტები, რითაც მუშაობს კარავაჯო და რაც არის მისთვის საინტერესო. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მისთვის მთავარია და მნიშვნელოვანია განათება და შუქჭრდილები. რა თქმა უნდა, ეს იმ პერიოდის სურათია, სადაც ჯერ კიდევ ესე მკაფიოდ არ არის კარავაჯოს ხელწერა, არ ჩანს კარავაჯოს ხელწერა ესე მკაფიოდ, მაგრამ ძალიან კარგად იკვეთება ინტერესები ასახვის საგნისადმი. ასახვის საგანი არის ის,
ობიექტი, რითაც ინტერესდება მხატვარი. ამ შემთხვევაში ახალგაზრდა ჭაბუკი და ადგილობრივი რომაელები, უბრალო, ასე ვთქვათ, საზოგადოება. ეხლა დავაკვირდეთ რას? ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს კარავაჯო კომპოზიციის აგებას. პირველი ვთქვათ, აი ნახეთ, მთლიანად ამ სურათში გამოყენებულია ერთგვარი სამკუთხედები, გეომეტრიული ფიგურები, თუ დავაკვირდებით, როგორ არის აგებული ეს კომპოზიცია. პირველ სამკუთხედს ვთქვათ, მთლიან სამკუთხედს ქმნის აი ამ სამივე ფიგურის განლაგება მთლიანობაში, ჩვენ სქემასაც გაჩვენებთ და მიხვდებით ზუსტად. შემდეგ ფიგურა, რომელიც ჩვენგან ზურგი დგას, მისი დგომი და მისი პოზაც ცალკე აღებული კიდევ სამკუთხედია, აი თუნდაც ეს ფაქტორი. შემდეგ ნახეთ, რაც აქცევს ყურადღებას კარავაჯო, რაც არის მისთვის ძალიან დამახასიათებელი. როდესაც ჩვენ ვახსენებთ დეტალები და ნატურალიზმი. ნახეთ, გარდა იმისა, რომ გადმოცემულია ფიგურები, დამაჯერებელი, ესეთი ახალგაზრდა ფიგურები, დამაჯერებელი ცხოველ-სახობით, დამაჯერებელი, ასე ვთქვათ, შუბჩtildeით, ტონალური გრადაციით, ის ჯერ კიდევ რაც ჩანს ამ ნამუშევარში, გარდა ამისა, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა დეტალებს. მაგალითად, მამაკაცის ფიგურა, რომელიც ჭაბუკის ზურგით დგას და უჩვენებს რაღაცას, უთითებს რაღაცას ზურგით მდგომ ადამიანს, მის, ასე ვთქვათ, დამხმარეს, მას რო უკეთია ხელზე ხელთათმანი. და აკვირდით, როგორია ეს ხელთათმანი. აქვს გარკვეული დეფექტები, გარკვეული ხარვეზები, თითებთან არის გამოჭრილი, ისე რომ თითის ფიგურა, თითის ფორმაც ჩანს, ხო? ანუ ეს რაზე მიუთითებს, რომ ესენი არ არიან რაღაც დიდგვაროვანი ადამიანები, რომლებიც თამაშობენ, შეიკრიბნენ და თამაშობენ, ასე ვთქვათ, კარტს. არა, აქ, ასე ვთქვათ, რაღაც დიდ სიცრუესთან და დიდ ყულთან გვაქვს საქმე. შემდეგ, მეორე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ზურგით არის და უკან მალავს თავის დამალულ კარტებს და ცდილობს იმის მიხედვით ამოიღოს ის კონკრეტული კარტი, რომელსაც უკვე მიუთითებს მისი, ასე ვთქვათ, მისი ერთგვარი თანაშემწე, ხო? შემდეგ დააკვირდეთ ერთ რამეს. აი ამ ზურგით მდგომი ადამიანის ტანსაცმელი. ნახეთ, გარკვეულ დეტალებში ის არის გამორღვეული. არ არის, ასე ვთქვათ, სრული. ეს ერთგვარად მიუთითებს იმ პერიოდის საზოგადოების, ასე ვთქვათ, სოციალურ მდგომარეობასაც, ხაზს უსვამს იმას, რომ ესენი არ არიან მაღალი ფენის წარმომადგენლები, არიან ადგილობრივი, ასე ვთქვათ, რომაელი შულერები, რომლებიც აი ესე ყოველდღიურად ირჩენდნენ თავს მსგავსი ტიპის თამაში, მსგავსი ტიპის, ასე ვთქვათ, ოინებით და ტყუილით გააბრიყოდნენ რომელიმე ახალგაზრდა რომაელს, რომელიც შეიძლება ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ახალბედა ამ საქმეში და ძალიან მარტივად წამოიკიდებდნენ შემდეგ უკვე ამ თამაშის პროცესში. აქ ერთი პატარა დეტალია, ნახეთ, აქ გამოსახული ამ ზურგით მდგომ ადამიანზეა გადატანილი მთელი დრამატული, ასე ვთქვათ, ხაზი. ამ ადამიანს გვერდით აქვს აი ეს პატარა ხანჯალი, ხო? ეს ერთგვარი მითითებაა იმაზეც, რომ ეს ადამიანი წამსვლელია რამე სერიოზულ, ასე ვთქვათ, დავაზეც და სერიოზულ ჩხუბზე შეიძლება მიდგეს უკვე იქ საქმე, ხო? ამგვარი დეტალები ძალზედ მნიშვნელოვანია კარავაჯოსთან. ეს თუნდაც ეს პატარა ხანჯალი, ტყუილა არ არის ეს, რა თქმა უნდა, ნაჩვენები. აი თუნდაც მამაკაცის ფიგურა, რომელიც ზურგით უდგას აი ამ ახალგაზრდა ბიჭს, ხო? რომელიც ნახევრად შავებში, ასე ვთქვათ, შემოსილი და მასაც ჭრელი ტანსაცმელი აცვია. ესეც ერთგვარად მითითება იმაზე, რომ, ასე ვთქვათ, აქ საქმე არ გვაქვს, ასე ვთქვათ, რაღაც სუფთა ადამიანებთან. ხო? ეს საქმე, მოდი ესე ვთქვათ, არის ხელთათმანით გასაკეთებელი საქმე. ანუ ხელთათმანით ისე, რომ არ დარჩევს არანაირი ნაკვალევი. მაგრამ საინტერესო და მნიშვნელოვანი რა არის აქ? ნახეთ. ამ ყველაფრის თვითმხილველი ვინ არის? რა თქმა უნდა, კარავაჯო. აი ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია. გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ აქ ჩანს ძალიან კარგად მხატვრის ხასიათი და მხატვრის მნიშვნელობა. ის რომ ეს ნამუშევარი დახატა მიქელანჯელო მერიზიმ, ის რომ მიქელანჯელომ ყურადღება მიაქცია ამ ნამუშევარს
და ზოგადად ამ სცენას ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ იბადება სრულიად ახალი მხატვარი, იბადება სრულიად ახალი ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს უკვე კონკრეტულად მის გარშემო არსებულ რეალურ სამყაროს. ეს სურათი ძალიან მნიშვნელოვანი სურათია ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ აქ ძალიან კარგად გამოჩნდა ზოგადად კარავაჯოს ინტერესები. განსაკუთრებით კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმაში, რომ აქ მხატვარი ცდილობს წარმოაჩინოს მის გარშემო არსებული რეალობა მთელი თავისი სიმძაფრით. ანუ ის რეალობა, რაც მას დახვდა მაშინდელ რომში. უამრავი ტავერნები, უამრავი ადამიანები, რომლებიც აი ესე თაღლითურად თუნდაც ან ესეთი ტიპის ასე ვთქვათ მანევრებით ცდილობენ ფონს გავიდნენ. ერთგვარი სოციალური გარემოს ასახვაც არის ეს, ანუ ის რაც ხდება მას ამ ქალაქში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით ის, რომ კარავაჯო არის ერთგვარი თავისი ეპოქის ფერის შემქმნელი. ეს ზოგადად საინტერესო ნიუანსია იქიდან გამომდინარე, რომ კარავაჯოს შემოქმედებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს შავი ფერი, მუქი ფერები, მეწამული ფერი და ეს ყველაფერი თან გადმოცემული შუქჩtildeების ასე ვთქვათ მთელ თამაში. ხო? და ის გვიჩვენებს, რომ ეს საუკუნე, ეს ეპოქა, აი ესეთია, ესეთი უბრალო, ესეთი ემოციური, ესეთი შავით მოსილი, მოდი ესე ვთქვათ, რომელიც არ დაგინდობს და მუდმივად ეყოლები ასე ვთქვათ წნეხის ქვეშ იმ თვალსაზრისით, რომ არ უნდა მოდუნდე. უნდა იყო ყოველთვის ფრთხილად, იმიტომ რომ ეს არის რეალური სამყარო. ეს აღარ არის უკვე ვთქვათ რენესანსის ეპოქის ჰარმონიული ასე ვთქვათ სამყარო, როგორადაც ყოველ შემთხვევაში ასახავდნენ რენესანსის ეპოქას მხატვრები, გამომდინარე მათი დამკვეთებიდან და მათი დამკვეთების ინტერესებიდან. ეს სრულიად სხვა ტიპის ხელოვნება უკვე, სრულიად სხვა დროა, სხვათა შორის მინდა ვახსენო ერთი ნიუანსიც, რომ აი ზოგადად რო წარმოვიდგინოთ დაახლოებით კიდევ რა ეპოქაა ეს და რა პერიოდია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ პერიოდში დაახლოებით იწერება უილიამ შექსპირის ჰამლეტი. ამ პერიოდში დაახლოებით ოდნავ მოგვიანებით 1604-1605 წლებში იწერება ესპანეთში უკვე დონ კიხოტე, ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქაა. აქ ჩანან ის დიდი მოაზროვნეები, არა მხოლოდ მხატვრები, არამედ მწერლები, რომლებიც სრულიად ახალ სამყაროს, ასე ვთქვათ, ასახავენ თავიანთ ნაწარმოებებში და ძალიან სხვანაირად უკვე უყურებენ რიგ ნიუანსებს და რიგ მოვლენებს მათ გარშემო. გავაგზავნოთ ისევ კარავაჯოს შესახებ საუბარი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სურათი უკვე თავისი შემოქმედებიდან, ეს გახლავთ მისი ადრეული შემოქმედებიდან, ჯერ კიდევ ეს გახლავთ მისი მუსიკოსები, რომელიც შეუკვეთა კარდინალმა ფრანცისკო დელ მონტემ. იყო ერთი ესეთი კარდინალი, რომელიც იყო კარავაჯოს ასე ვთქვათ პატრონაჟი, მფარველი, რომელიც მას შემდგომში უკვე დაუკვეთავს კარავაჯოს ალბათ მთავარ ნაწარმოებს, ეს გახლავთ მათეს გამოხმობა და მათეს კვლელობა. აი ეს ორი სურათი, რომელიც იქნება კარავაჯოს შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი მწვერვალი. ნამუშევრები, რომლებიც საერთოდ შეცვლიან, ასე ვთქვათ, კარავაჯოს პიროვნებას, კარავაჯოს მიდგომებს მხატვრობისადმი, უფრო გაამძაფრებს და უფრო მკაფიოს გახდის უკვე მნახველისთვის. მანამდე მოდი რაოდენიმე სიტყვით ვისაუბროთ მის მუსიკოსებზე. ეს სურათი შეუკვეთა დელ მონტემ 1595 წელს, ამ პერიოდშია 95-96 წელი, ამ პერიოდშია დაახლოებით შექმნილი ეს სურათი და აქ ჯერ კიდევ ჩანს კარავაჯოს ასე ვთქვათ შემოქმედების დასაწყისი, საწყისი ეტაპი, სადაც კარავაჯო ცდილობს რომ გამოაჩინოს ერთის მხრივ ის ტრადიციები, რაც მას უკვე შეფისებული აქვს, თუნდაც იგივე მანერიზმიდან გამომდინარე, მანერიზმის ტენდენციებიდან გამომდინარე, სასემსრულებლო
ასე ვთქვათ, ხერხების და ნიუანსებიდან გამომდინარე და მეორე მისი ინტერესებიდან გამომდინარე. ნახეთ, ეს სურათი წარმოადგენს სამ ახალგაზრდა მუსიკოსს, რომლებიც წარმოდგენილი არიან ან რეპეტიციის დროს, ან უბრალოდ შესვენების დროს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ნიუანსია, იმიტომ რომ როგორც წესი, აქამდე მუსიკოსების თემა და ეს ძალიან ესეთი ძველი და საინტერესო თემაა, ჯერ კიდევ ანტიკური ხელოვნებიდან მოყოლებული, თუნდაც გავიხსენოთ თუნდაც იგივე სატირები, რომლებიც მუსიკას ქმნიან და უკრავენ და თქვათ ისეა წარმოდგენილი მათი ფიგურები, მოცეკვავე ფიგურები თუნდაც მათთან ერთად, ან თუნდაც გავიხსენოთ ძველ ეგვიპტური მხატვრობა, სადაც ასევე მოცეკვავეები არიან, მუსიკოსები არიან წარმოდგენილი, მოკლედ ძალიან ძველი თემა, რომელიც კარავაჯოს სრულიად ახლებურად და საინტერესოდ აქვს გადაწყვეტილი. ის ცდილობს წარმოადგინოს მუსიკოსები რეპეტიციის დროს, ან შესვენების დროს. აი ეს სცენა აქვს მას აღებული. ეს აინტერესებს მას. აქ მას საკუთარი ავტოპორტრეტიც აქვს გამოყენებული ფონზე უკან ჭაბუკი, რომელიც ჩვენკენი ხედება, ეს არის მისი ავტოპორტრეტი. აქ დაახლოებით კარავაჯო არის 24-25 წლის დაახლოებით. ხოლო მის წინ არის ორი ჭაბუკი, ორი ახალგაზრდა ჭაბუკი, ერთი რომელიც ასე ვთქვათ მუსიკალურ ინსტრუმენტს აწყობს, ხოლო მეორე რომელიც კითხულობს რაღაც კონკრეტულ ტექსტს, რომელიც ჩვენგან ზურგითაა. აი ეს ნიუანსიც ძალზედ საინტერესოა. კარავაჯო როგორც ცდილობს, რომ კომპოზიცია ისე ააწყოს, რომ აი მუდმივად მონაცვლეობაში წარმოადგინოს ფიგურა. ზურგი და უცებ ასე ვთქვათ ფრონტალურად ფიგურა. შემდეგ ზურგი და უკან მობრუნებული ფიგურა, უკვე მისი ავტოპორტრეტი და ფონზე უკან კიდევ წარმოჩენილი სხვა ფიგურა, მეოთხე ფიგურა, რომელიც აქ უფრო ალეგორიული, ასე ვთქვათ, თვალსაზრისით არის წარმოდგენილი. ეს არის ამურის ფიგურა, რომელსაც ფრთებიც აქვს, ხედავთ თქვენც კარგად და რომელიც ყურძენს წვეთს, ჩანს კარგად ეს დეტალი. ეხლა საინტერესო რა არის? რა თქმა უნდა, აი ეს ალეგორია კარავაჯოს დაჭირდა ერთგვარი საერთო, ასე ვთქვათ, განწყობის შესაქმნელად. სამი მუსიკოსი, რომელიც ზის და ემზადება მუსიკის დასაკვრელად, ან ისვენებს მუსიკის შესრულების შემდეგ და მათი განწყობა და მდგომარეობა აი ამ ამურის, ასე ვთქვათ, თანხლებით უფრო შინაურულ გარემოს ქმნის, უფრო განგაწყობს მუსიკისკენ. რა თქმა უნდა, აქ არ უნდა გამოგჩეს ჩვენ აქცენტები ღვინოზეც, ხო, თავისთავად და ღვინის იმ თვისებაზე დადებითი კუთხით თუ შეხედავთ ამას, რომელსაც ასე ვთქვათ, რომელიც გარკვეულ განწყობას გიქმნის ზოგადად ლხინის დროს. მუსიკის დაკვრის დროს უფრო თამამს ხდის, უფრო ასე ვთქვათ, მარტივად მიეცემი განცხრომას ამ თვალსაზრისით, მოდი ესე ვთქვათ. აი ეს პატარა გაკვრა არის, ასე ვთქვათ, ამ ამურის ფიგურის გამოჩენით ამ სურათში. თუმცა, რა თქმა უნდა, თავარი ფიგურანტები არიან აქ აი ეს სამი მუსიკოსი. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორიც, როგორ ქმნის კარავაჯო სურათის ერთგვარ დინამიკას. აი ეს დინამიკა იწყება დაახლოებით ვიოლინოდან, შემდეგ გადადის ესეთი ჩვენკენ მჯდომარე ფიგურისკენ, მისი ხელისკენ, გადადის შემდეგ აი ამ მეწამული ტანსაცმელის ასე ვთქვათ მოძრაობაში და გადაინაცვლებს შემდეგ უკვე აი ამ ფიგურის ჩვენგან ზურგით მჯდომი ფიგურის ზურგზე და გადადის უკვე უკან კარავაჯოს ავტოპორტრეტთან, რომელიც იმზირება პირდაპირ ჩვენკენ. ამ შემთხვევაში პირდაპირ კონტაქტს ახდენს ჩვენკენ ნახველზე, ხო? ეს ძალიან საინტერესო სურათია ამ თვალსაზრისით. ერთის მხრივ ის, რომ ძალიან კარგი კომპოზიციაა, მეორეს მხრივ ის, რომ ძალიან კარგად გადაანაწილა მხატვარმა აი ეს ფიგურები ისე, რომ თვალისთვის სტატიკური არ იყოს მათი მოძრაობა. ეს იტალიელებისთვის დამახასიათებელი ძალიან მაგარი უნარი, რომ
ყველა დეტალს და ყველა ფორმას ისინი ცდილობენ რომ რაღაცა ტიპის დინამიკა შეძინონ, რაღაცა ტიპის მოძრაობა გადმოსცენ. ეს იქნება თქვა სხეული, კონკრეტული სხეულის რომელიმე ნაწილი, თუ თუნდაც თქვა ერთი ხელი და აი ამ ერთ ხელში შეიძლება მოყვეს მთელი ისტორია რომელიმე ნიჭიერმა კარგმა იტალიელმა მხატვარმა. აი ეს ცოცხალი დინამიკა და ეს მოძრაობა, თუნდაც ხელებში, თუნდაც ტანის მოძრაობაში ხო, ეს ყველაფერი მათ საოცრად მაღალ დონეზე ჰქონდათ ზოგადად. და კარავაჯო რა თქმა უნდა, როგორც იტალიური ტრადიციის ერთ-ერთი უდიდესი გამგრძელებელი და შემდგომ უკვე მთელი ევროპული მხატვრობის მთელი მე-17 საუკუნის ასე ვთქვათ, ჰეგემონი, შეგვიძლია ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა ძალიან კარგად ფლობს. ჰეგემონი რადგან ვახსენეთ ეს ამას გულისხმობ იმას რომ მან ფაქტიურად ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ცხადია ევროპულ მხატვრობაზე მაშინ და მისგან წამოვიდა მთელი რიგი დიდი მხატვრების რომლებიც თავიანთ გზას იპოვიან რა თქმა უნდა თავიანთ ტექნიკას დახვეწავი შეიძლება ზოგიერთი მათგანი მაგალითად ველასკესი და რემბრანდტი უფრო მაღალ დონეზეც კი ადიან თუმცა რა თქმა უნდა ყველაფერი ეს გამომდინარეობს კარავაჯოდან იცით ზოგჯერ არის ხოლმე ესეთი მოსაზრება მე შეასმენია ხოლმე ამის შესახებ რომ კარავაჯო მნიშვნელოვანი მხატვარი იყო როგორც მხატვრობისთვის როგორც ისტორიული თვალსაზრისით კი ბატონო ნამდვილად ასეა და მხატვრული თვალსაზრისით ნაკლებად და მხატვრული თვალსაზრისით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა თქვათ ველასკესი რემბრანდტი და ასე შემდეგ კი ბატონო ეს ნამდვილად ასეა მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს ის რომ კარავაჯოს აქვს ძალიან მაღალი ოსტატობისა და მაღალი დონე მხატვრობის მან შეიმუშავა მთელი რიგი სიახლეები მხატვრობაში თუნდაც შუქჩრდილთან მიმართებაში თუნდაც იმ ტექნიკასთან მიმართებაში როგორ და რასაც ის იყენებდა თუნდაც ხო როდესაც თქვათ პროექცირებას ახდენდა თურმე და ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა ეს მხატვრობაში როდესაც გადაიტანა ფიგურა ტილოზე კონკრეტული ასე ვთქვათ ტექნიკის საშუალებით ხო კარავაჯო არის მხატვარი რომელმაც მოდი ესე ვთქვათ გამოიარა მთელი რიგი ასე ვთქვათ სიმძიმეები იმ თავისი შემოქმედების პარალელურად ეს არ იყო უბრალო მხატვარი ეს არ იყო ადამიანი რომელიც ბიოგრაფიაც ასე ვთქვათ უბრალოდ წარიმართა და მხოლოდ როგორც მხატვარი ისე იყო საინტერესო და ასე ვთქვათ გამორჩეული არა მისი ბიოგრაფიაც ძალიან მძიმე იყო მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარეობს თუნდაც ის ფაქტორები რომ მას ძალიან დიდი პრობლემა ჰქონდა სამართალთან და ის მუდმივად ძებნაში იყო მუდმივად ასე ვთქვათ დევნაში იყო და თუნდაც მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ეს ყველაფერი მისი ბრალიც იყო ხო რაღაც გარკვეულწილად მაგრამ ეს მის ხასიათზეც აისახებოდა და მისი ხასიათიდან იყო გამომდინარე ის რომ მას უწევდა ამგვარი ცხოვრება ცხადია მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ ცვლის არანაირად მის როგორც მხატვრულად საინტერესო და მნიშვნელოვანი ხელოვანის ტიპას ხო და წარმოდგენას როგორც მხატვრულად ძალიან დიდი. ამიტომ რთულია დაეთანხმო იმ მოსაზრებას რომ მისი ისტორიული მნიშვნელობა უფრო დიდია ვიდრე მისი მხატვრული მნიშვნელობა. ცხადია მხატვრული მნიშვნელობა არის დიდი იქიდან გამომდინარე რომ სწორედ მისი მხატვრული სტილიდან გამომდინარეობს შემდეგ უკვე მთელი რიგი მხატვრები გამომდინარეობიდან მოდიან მთელი რიგი მხატვრები. ეს არის მხატვარი რომლის ერთ ეტაპზე ვასრულებთ ახლა საუბარს და მომდენო ეპიზოდში ჩვენ შემოგთავაზებთ მის შემოქმედების უკვე მთავარ ნამუშევრებს ის რითაც ის როგორც მხატვარი ფასობს და რითაც ის მნიშვნელოვანია ზოგადად მხატვრობის ისტორიაში. ჩვენ ახლა ვამთავრებთ მისი მხატვრობის ერთი ეტაპის შესახებ საუბარს და დავიწყებთ უკვე მომდენო ეპიზოდში საუბარს მისი მხატვრობის მეორე ეტაპზე. მეორე ეტაპზე, რომელიც უფრო მძაფრი აღმოჩნდება, უფრო რთული თავისი გზით
მაგრამ აღმოჩნდება სამედისწეროც გარკვეულწილად. ასე რომ დაელოდეთ მეორე ეპიზოდს ჩვენ რამდენიმე პერიოდში შემოგთავაზებთ და უკვე ვისაუბროთ მის შემოქმედებაზე, რათა უკვე ჩვენ გვექნება ერთგვარი სრული სურათი მისი შემოქმედების შესახებ. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის. გთხოვთ რომ დაწეროთ კომენტარები, თქვენი აზრი დააფიქსიროთ და ასე ვთქვათ თავარი რაც მაინტერესებს სასიამოვნო იქნება თუ თქვენ დაწერთ უშუალოდ თქვენს მოსაზრებას ამ ხატვის შესახებ. რა შტაბეჭდილება დაგიტოვათ, რა არის თქვენთვის საინტერესო და რა არის მნიშვნელოვანი და გამოსაყოფი თქვენთვის მის შემოქმედებაში.